ყველა მონასტერს ერთი და იგივე მისია აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ის პატარაა თუ დიდია. ყველას აქვს ერთადერთი მისია. როგორ გადაირჩინოს ადამიანმა სული. გადაირჩინე შენი თავი, კურნალო და მერე გეცოდინება სხვას როგორ უნკურნალო. და პირობაა შექმნილი, რომ შენზე ის ძალები ვერ მოქმედებდნენ, რომელიც საჭირო არ არის. ხდით? ანუ მონასტერია მაგას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოხვიდე, დაეყუდო და შენს პრობლემებზე იფიქრო. და როცა ამაში გაერკვევი, მერე სხვისთვისაც უკვე რაღაცის მაქნისი გახდა. და რაღაცა უფრო საკუთარ თავში ჩაღრმავების. რა თქმა უნდა, ადამიანი საკუთარ თავში თუ არ ჩაღრმავდა, ხო? ვერაფერი არ გამოვა არაფერი რა. ერთი მხრიდან რო შეხედო, შეიძლება ეს ეგოისტურად ჭერდეს. მაგრამ ეგრე არ არის, იმიტომ რომ უფალი გვასწავლის ამას. შეიძლება იგივე რაღაცა რომ მაგალითად ადამიანი მისდევდეს რიტუალებს, წესებს, ცოდეს ლოცვებს, მაგრამ მარტოს ეს თვით ჩაღრმავების მომენტი და ცოტა ზედაპირული იყოს. კი ბატონო, მაგას ქვია გარეგნული მსახურება.